ალფა-პვპ-სგან გამოწვეულ სიმპტომებზე მინდა მეგობრებო გესაუბროთ საღამომშვიდობის. ეხლა ვესაუბრე პირად მიმოწერა მქონდა ერთ-ერთ გამომწერთან, ქალბატონი მწერდა თავის შვილზე, რომ უცნაური ქცევები დაიწყო რაღაც ჩემმა შვილმა, იქნებ დამეხმარო, რაც მოვისმინე 99% ეს სიმპტომები არის გამოწვეული ალფა-პვპ-სგან, ამ სტიმულატორისგან, ამ მკვლელი ნარკოტიკისგან, რაც საქართველოშია. და ყველას მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ეს სიმპტომები. პირველი მინდა დავიწყო მოკლედ ბიოლოგიური პროცესებით, რომ იცოდეთ თქვენს ოჯახის წევრები საქმის კურსში იყოთ, რომ იქნებ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახის წევრი თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს. პირველი ბიოლოგიურს დაუბრუნდები, ეგრევე ხდება, მოკლედ წონაში იკლებს სწრაფად ადამიანი, რა შეიძლება რაღაც ორ კვირაში, ერთ თვეში 10-15 კილოგრამი დაიკლოს და გამოწვეული არის ისგან, ხო, როდესაც ამ პრეპარატს მოიხმარს დამოკიდებული ადამიანი, მოკლედ საკვებს არ ჭამს, შეიძლება ისე გავიდეს 3 დღე, 4 დღე, საერთოდ საკვები არ ჭამოს, წყალით შეიძლება მინიმალურად მიიღოს, ასევე ძილით არ ძინავს, ძალიან ბევრს დადის, ძალიან ბევრს ნერვიულობს, ხო, ეს ადრენალინის ქვეშ არის, სულ შიშის ქვეშ არის, ამ ნარკოტიკის ქვეშ და ეგრევე იწყებს წონაში დაკლებას. მეორე სიმპტომი, მეგობრებო, რაც უვლინდება ალფა-პვპ-ს მომხმარებელს, ეს არის ფსიქოლოგიური მომენტები და რაც გულისხმობთ, აგიხსნით. სახლში იწყებს უცნაურ მოქმედებებს, პირველს ხშირად მიდის სადარბაზოს კარებთან და ეგრეთ წოდებულ გლაზოგთან დგას და იყურება რაღაც მოლოდინებშია, რომ ეხლა ვიღაცა მოვა და შემოუვარდება. მეორე, ხშირად იყურება ფანჯარაში და შეიძლება ფარდები ყველგან დაკეტოს ან ააფაროს რაღაცა საერთოდ სარკეებს. მესამე, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მაგიდის ქვევი დახოხავს და რაღაც ნამცეცებს ეძებს და ხანდახან რაღაც მტვერიც, ნაგავიც, პურის ნამცეცის ნარკოტიკი გონია, რომ ის თითქოს დაუვარდა ადრე და მოკლედ ნამცეცებს დაძდევს. შეიძლება დაიწყოს რაღაცების დაშლა სახლში, ტელეფონების, მოსასმენი აპარატების მოძებნა დაიწყოს. შემდეგი სიმპტომი, რაც არის, გახდება აგრესიული და გულისხმობ იმას, რომ დაიწყებს ოჯახის წევრების მიმართ ეჭვიანობას, თქვენს გადამოწმებას, თითქოს თქვენ ახლა პოლიციაში რეკავთ, მას ვიდეოს უღებთ, მისთვის რაღაცა ცუდს ამზადებთ და მოკლედ სრულიად უნდობლობაში იქნება. და ეს არის მეგობრებო, მოკლედ ძირითადი სიმპტომები, ახლა რაც ჩამოვთვალეთ, წონის სწრაფი კლება, უძილობა, პარანოია და სახლში რაღაცა უცნაური მოძრაობები, რაღაცების გადამოწმება, დაშლა, ეჭვიანობა, აგრესია. მოკლედ ეს სიმპტომები აქვს აი ამ საშინელ ნარკოტიკს და ორი გზა არსებობს, მეგობრებო, ამ მომენტში უბრალოდ მიხვიდეთ ადამიანთან ოჯახის წევრები და დაელაპარაკოთ, რომ ძალიან ცუდად ხარ, ეხლა ჩვენ ხიზელი თვალით გიყურეთ, რომ ძალიან ცუდად ხარ და ჭირდება დახმარება. და ამ დროს კიდევ შესაძლებელია ნარკოლოგიურში რომ გადაიყვანოთ და მან გადასკმებით ძილით გამოიყვანენ და შემდეგ მინიმუმ ალბათ 1-2 თვე რეაბილიტაცია ჭირდება ესე დროს ადამიანს. ან მეორე შემთხვევა არის, თუ არ დათანხმდა არც ნარკოლოგიურში წასვლას, არც თქვენ დახმარებას, ადრე თუ გვიან მოგიწევთ ფსიქიატრიულში დარეკვა და ფსიქიატრიულში უკვე შეიძლება 1 კვირა დაკეტონ, შეიძლება 1 თვე, შეიძლება 9 წელი, შეიძლება 1 წელი. ამიტომ მეგობარო, შენს თუ უყურებ ხა ამ ვიდეოს და მოიხმარ ამ ნარკოტიკს, ან გასინჯული გაქვს და კიდევ თავში გეუბნება, რომ კიდე ხო არ გავსინჯოთ, დამიჯერე ეხლა შეწყვიტო ჯობია, იმიტომ რომ ძალიან საშინელი და სავალალო შედეგებით შეიძლება დაამთავრო ეს ყველაფერი. მე კიდე ყველას გისურვებთ შვიდ და პოზიტიურ ღამეს. მადლობა.